ჟურნალისტები! გამაუში ჟურნალისტები! პოლიციამ დაარბია! მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, სადაც მიმდინარეობს ჟურნალისტების აქცია, დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით. დღეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს პუბლიკის მთავარი რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი. ის სკანდირებდა სიტყვა მოღალატეს, რის შემდეგაც მასზე გაღიზიანდა პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე და უშუალოდ მისი მითითების შემდეგ პოლიციამ დააკავა ზურა ვარდიაშვილი. მოგვიანებით ჩვენც გახდა ცნობილი, რომ აქციაზე დააკავეს კიდევ ერთი ჟურნალისტი ტაბულა და ბექა ჯიგურაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, ჟურნალისტების აქცია, სადაც ითხოვენ დააკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომელიც პირდაპირ ეხება საქართველოში მოქმედ არაერთ მედია საშუალებას, მათ შორის გაზეთ ბათუმელებს და ნეტგაზეთსაც. და იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ბევრ მედია საშუალებას საქართველოში მოუწევს, რომ რეგისტრაცია გაიაროს და იმუშაოს ამ შეურაცხმყოფელი სტატუსის ქვეშ, რასაც ქვია უცხოური გავლენის აგენტი. ცხადი ამას არ აპირებენ ჟურნალისტები. მათ ამის შესახებ არაერთი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ხელი მოაწერა უამრავმა მედია საშუალებამ და გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ ეხება მედიას და ჟურნალისტურ საქმიანობას, ჟურნალისტები მონაწილეობენ საპროტესტო პროცესებშიც. სწორედ ასეთი საპროტესტო აქცია იყო დღეს პარლამენტის შენობაშიც, მორიგი, რომლის დასრულების შემდეგაც დააკავეს ზურა ვარდიაშვილი. მე ხლა ვეცდები, რომ გავესაუბრო თვით ხილველს, რომელიც უშუალოდ შეესწრო დაკავების პროცესს და რომელსაც ასევე აკავებდნენ კიდევაც. გელა, ლაივში ვართ. თუ შეგიძლია რომ მითხრა, როგორც თითქმის რა მოხდა, რის გამო დააკავეს ზურა და შენ დაკავებასაც ცდილობდნენ. ესე იგი საქმე იმაშია, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში შუადღიდან რაც კომიტეტის ხდომა უნდა გამართულიყო, ჟურნალისტები ვიყავით ოფიციალური ნებართობით პარლამენტის შენობაში შეკრებილები და სკანდირებდით, რომ არ მიიღოთ ეს რუსული კანონი განსახილველი. საღამოს, როდესაც კომიტეტის ხდომაზე მყოფი პარლამენტის წევრები გააპარეს სხვადასხვა კორიდორიდან, იმიტომ რომ გარეთ სადაც ჟურნალისტები ვიდექით არ გამოვიდნენ, მე გამოვიდით ეზოში. ჯერ მოპირდაპირე ქუჩაზე პირველი სკოლის მხარეს და მე გადავედით ჩიტაძის მხარეს. იქ ახალგაზრდა ბიჭებს აკავებდნენ. ოღონდ ეს ბიჭები, ბავშვები შეიძლება ითქვას, პოლიციას მოყავდა როგორც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ, რატომ აკავებთ ეკითხებოდნენ და ამ დროს ზურამ მე რაც დავინახე, სიტყვა მოღალატე თქვა. ოღონდ მათ შორის ეს არ ყოფილა მიმართული ჩემი დაკვირვებით პოლიციის მისამართით. რომ წყופილიყო ვერც ამაში ვხედავ კანონდარღვევას, მით უმეტეს იმსახურებენ დღევანდელი ქმედებით, მაგრამ არ უთქვამს არავის, აი უცებ ეს იყო ზოგადი ლოზუნგი საპროტესტო. არაფერი ზურას არ დაურღვევია, ერთადერთი სიტყვა თქვა მოღალატე. იქ ვიყავით მე, თქვენც, ბევრი ჟურნალისტი რა, ახალგაზრდა ბიჭებს უკან ადებდნენ ხელბორტეს და მაგ დროს მივედით და ვაჟა სირაძე, რომელიც არის საპატრონო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მოვარდა გავეშებული და პირდაპირ გასცა ბრძანება, რომ დააკავეთო. ეგრევე ვუთხარით, რომ იყო ჟურნალისტი, არ დაურღვევია კანონი და დაკავების კანონიერი საფუძველი არ ქონდათ, მაგრამ აი ზურა წაათრიეს, ჯგრგო ეს პოლიციელები შემოესია, ჯერ რაღაც 1-10-20 მეტრის იქით წაიყვანეს, სადღაც მანქანაში უნდა ჩაეტენათ, მერე უკან სხვა მანქანაში მოიყვანეს, ოღონდ მანქანაში ჩატენეს, როგორიცი, ფაქტობრივად იძალადეს ფიზიკურად. ის ვიდეო ხო გავრცელდა, რასაც უშვებიან თავზე, სხეულზე, ან როგორ ეთყობიან რა ადამიანურად რა. ზურა არის დაკავებული უკანონოდ, გავიგეთ რომ კიდევ ჩვენი ერთი კოლეგა დაუკავებია, ჟურნალისტი, სამწუხაროდ არ ვიცი ვინ არის, იმიტომ რომ ჩვენ მე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წამოვედით. გარეკილი გვაქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურში, რომელსაც ევალება რომ ჟურნალისტების მიმართ დანაშაულები გამოიძიოს და ვითხოვთ
ზურას სასწრაფოდ გათავისუფლებას მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, ზუსტადაც რომ არაადამიანური მოპყრობის და ძალადობის ფაქტი, როგორც მას მოიცნენ და მათ შორის პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი ხმისθების გადამტების ფაქტი გამოწვევს დაწყებას და რაც თავარია პასუხი უნდა აგოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ. მის მიერ გაცემული უკანონო ბრძანებით არის დაკავებული ჩვენი კოლეგა. გელა შენ დაკავებული ეს არის ანგარიშწორება. ან ზურას დააკავდნენ, ან ჩვენ, ან შენ, ან მე. ეს არის ანგარიშწორება, რაც დღეს ჩვენ პარლამენტში დისკომფორტი შეუქმნია, მაგრამ პირდებით რომ ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა მედიის დამოუკიდებლობასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან მიმართებით, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს უფლებებსაც, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებასაც და ამ ქვეყნის თავისუფლებასაც და რაც შეეხება იმას. როდესაც ზურა დააკავეს, ანუ როცა შეგვიჭეს უკვე და მიყავდეთ საპატრულო პოლიციას გამოვეკიდე და ატარა დაზიანებაც ანუ რითი მომაყენეს არ ვიცი, მაგრამ ანუ ამ დროს დააკავეთ ჩემზეც უთხრა სირაძემ და შენ სირაძე არ ახარ თქო ეგრევე უთხარ და ჩემი დაკვირვებით არ ვიცი რა რატომ არ დამაკავეს. ანუ ჩვეულებრივ მეც ჩამკიდეს ხელი მიმართლებდნენ, მაგრამ რაღაცა მომენტში ხელი გამიშვეს. მე იმიტომ მეც უთხარი და უყიროდი რომ ჟურნალისტი ვარ და არაფერი დამიშავდი და ზურაც იგივე საკეთება, მაგრამ სამწუხაროდ ერთი კოლეგა მოგტაცეს და წაიყვანეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რჩებით ჟურნალისტები გრძელდება აქცია. მეგობრებო, მოთხოვნა არის ზურა ვარდიაშვილის თავისუფლება და ასევე ტაბულა ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილი. გამოუშვით ზურა! 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 ვინ არის დაკავებული? არ ვიცი. ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი, ბექა ჯიქურაშვილი. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ ვაპროტესტებთ ჟურნალისტების დაკავებას ზურა ვარდიაშვილის ტაბულადან და ბექა ჯიქურაშვილის ტაბულადან. ორივე მათგანი დააკავეს აქციაზე, რომელიც შეეხებოდა რუსულ კანონს ინიცირებულს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მიერ, რომელიც ამკვიდრებს ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის აგენტების სტატუსს და სიას და წესს. ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რაც როგორც დაიწყო რუსეთში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შევიწროება. თავდაპირველად რუსეთშიც მხოლოდ სიის შექმნაზე იყო საუბარი, შემდეგ ეს კანონი უფრო გაძლიერდა, მას დაემატა შეზღუდვების რაოდენობა და საბოლოო ჯამში ამ კანონის, მათ შორის ამ კანონის მოქმედების შედეგადაც დღეისათვის მოგეხსენებათ, რომ რუსეთში დამოუკიდებელი მედია საშუალება და უფლებადაცვითი ორგანიზაციები აღარ არსებობს პრაქტიკულად არც ერთი. იმისაც რომ იგივე არ მოხდეს საქართველოშიც, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ბევრი სხვა პროფესიის და სფეროს ადამიანები ვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა შეწყვიტოს ამ კანონპროექტის განხილვა. ეს კანონპროექტი საქართველოს არ სჭირდება, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები ისედაც გამჭვირვალეა, ისედაც ყველა ფინანსური მონაცემი აქვს სახელმწიფოს და თითქმის ყველა ორგანიზაცია აქვეყნებს საკუთარი დაფინანსების შესახებ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე, შესაბამისად დამატებითი კანონი არ არის საჭირო. ჩემ რჩებით ადგილზე და მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დროებით გემშვიდობებით.